აფრიკულ უდაბნოში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჯავშან მანქანები გამოჩნდნენ. წვრთნები დასრულდა. ეს სწავლება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მანევრები იყო აფრიკის კონტინენტზე. მაშინ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 50-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 10,000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. სამხედრო სწავლების დასახელებაა აფრიკული ლომი. დაითვალისწინებდა მოქმედებებს ხმელეთზე, ცაში, ზღვაზე და ასევე კოსმოსურ და კიბერსივრცეში. სამხრეთ ფლანგზე თანამშრომლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ჩვენ ყოველთვის გვინდა დავწუნეთ, რომ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ჩრდილოეთ აფრიკიდან ამ პროცესში არიან. გვაქვს საერთო ღირებულებები და გეგმა თუ რა უნდა გაკეთდეს. ასე რომ თუ ოდესმე კრიზისი ან სხვა ტიპის სიტუაცია განვითარდება, ჩვენ უკვე გვექნება ძალების თავსებადობა. ეს კი მიზნის ერთობლივად მიღწევის საშუალებას მოგცემს. ნატოს სამხედრო მანევრები აფრიკის კონტინენტზე 4 ქვეყნის, განის, მაროკოს, ტუნისისა და სენეგალის ტერიტორიაზე გაიშალა. ეს იყო ბოლო პერიოდში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნა, რომელიც ამერიკის არმიის ლიდერობითა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით ჩატარდა. წვრთნებში ჩართული იყო ტანკები, ჰაიმარსები, ქვეითი ძალა, საავიაციო და საზღვაო შეიარაღება. აქ უკვე ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ ჩვენი პარტნიორებისგან. ეს რა თქმა უნდა სამხრივი პროცესი არ არის. ვფიქრობ, ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთის მოქმედებებს, ვეცნობით პროცესებს, ვქმნით ურთიერთთავსებადობას, ვიგებთ ცოტა მეც ერთმანეთის აღჭურვილობისა და ტექნიკის შესახებ და იმედია ცოტათი უკეთ გავიგებთ ერთმანეთის მთავარ გამოწვევებსაც. ძალიან მარტივია სხვისი უსაფრთხოების პრობლემების შესახებ ვარაუდი, მაგრამ სანამ არ დაიწყებ მათთან საუბარს, რეალურად ვერ გაიგებ ამას. ჩვენთვის ეს სწავლება მხოლოდ წვრთნა არ არის. პირველ რიგში ესაა სამხედრო დიალოგის სივრცე, ერთად სწავლის და თავსებადობის სივრცე. ურთიერთთავსებადობა ადამიანურ დონეზე, აღჭურვილობის დონეზე, მაგრამ ასევე პროცედურულ დონეზეც. ცხადია, რომ საერთაშორისო მისიის წარმატებისთვის აუცილებელია ერთმანეთის ყველაფერი ვიცოდეთ. უნდა გავეცნოთ სამხედრო კულტურებსა და იმ სხვადასხვა აღჭურვილობას, რომლებსაც ვიყენებთ. და ბოლოს, მნიშვნელოვანია შევისწავლოთ საერთო დოქტრინული ბაზა. 2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპულმა სარდლობამ სამხედრო სწავლებები გამართა ევროპის მასშტაბით. სამხედრო მანევრების ციკლს ევროპის მცველი ერქვა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური ინფორმაციით, წვრთნების სახელწოდებით აფრიკული ლომი 2025 სწორედ ამ ევროპული ციკლის ნაწილია. ეს ნაწილობრივ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ეს არის ნატოს სამხრეთი ფლანგი. აქ მდებარე ქვეყნებს ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდათ ერთმანეთთან. ახლა კი გადამწყვეტი როლიც აგესრიათ, რომ ნატოს უსაფრთხოება სამხრეთიდან იყოს დაცული. ამავდროულად, ჩვენს შეგვიძლია ჩრდილოეთიდან ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ლიდერობით გამართული სამხედრო მანევრები დასრულდა. მონაწილეთა თქმით, ქვედანაყოფები რთული და მრავალდონიანი მანევრებისთვის უფრო უკეთ მოემზადნენ.